სულგუნი, მაწონი, ჭურჭხელა, მთელი რიგი ღვინის სახეობების ევროკავშირის ზარისხმევით მოხდა ამ პროდუქტების იდენტიფიკაცია, დარეგისტრირება და შემდეგ უკვე ორმხრივი ხელშეკრულების საფუძველზე მათი დაცვა, რომ ეს პროდუქტები სამუდამოდ იყოს დაცული როგორც ქართული დასახელებები. ევროკავშირი ბოლო 10-12 წლის განმავლობაში ახორციელებს საქართველოში უპრეცედენტო მასშტაბის ხარდაჭერის პროგრამას, რომელსაც ქვია N-პარდი, 700 მილიონ ლარზე მეტი არის დახარჯული ევროკავშირის მხრიდან. ეს დახმარება არ არის, თქვათ, სესხი, რომელიც სახელმწიფო და მოქალაქეებმა მომავალში უკან უნდა დააბრუნონ, არამედ ეს არის საჩუქარი. ერთი არის პირდაპირი დახმარება ფერმერებისთვის, მეორე განზომილება სახელმწიფო ინსტიტუციების და არა მარტო სახელმწიფო ინსტიტუციების ყველა იმ რგოლის გაძლიერება, რომელიც ჩართულია პოლიტიკის შემუშავებაში, განხორციელებაში, შემდეგ მონიტორინგსა თუ შეფასების პროცესში. სანამ ევროკავშირის ეს ძალისხმევა განხორციელდებოდა საქართველოში, სოფლის მეურნეობის მიმართულებით ფაქტიურად სახელმწიფო პოლიტიკის ხედვა არ არსებობდა. მესამე განზომილება ეს არის უკვე ევროკავშირში ინტეგრაციის მხარდაჭერა. ევროკავშირის მხარდაჭერამ საქართველოში შემოიტანა ასევე სრულად ახლებური მიდგომა სოფლის განვითარების, ასობით ახალი ბიზნესი შეიქმნა ამ კუთხით, როგორც არის თქვა აგროტურიზმის მიმართულება, ახალის და არასასოფლო-სამეურნეო ბიზნესები, მათ შორის როგორც არის ხალხური რეწვა, სოფლად ტურიზმის განვითარება, ეკოტურიზმის განვითარება. ევროკავშირის მიზანია, რომ მის სამეზობლოდ მდებარე ქვეყნებში და მის მოსახლეობაში, მოქალაქეებში დანერგვას ხელი შეუწყოს ცხოვრების მაღალი ხარისხის სტანდარტის, რაც არის ეს ევროკავშირში, იმიტომ რომ ეს პირდაპირ ასევე გავლენას ახდენს თავად ევროკავშირის მოქალაქეებზე.